ბავშვები ძალიან გრძნობიარეები და ამავე დროს ძალიან გონიერები არიან. ბავშვები არიან სრულყოფილი ადამიანები. აი ეს რო თქვა ჩვენ ინტერესს ვახავთ თავზე როგორც საკუთრებას ისე ვექცევით, რა გავლენას ახდენს ბავშვობაშიც და უკვე ზრდასრულ ასაკში ბავშვზე? ნებას ართმევს ბავშვს. იმედი ამ ამბავს მამაჩემი არ ნახავს, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა მოგიყვება. ფროიდი ამბობს, რომ რაც უფრო ძვირი ღირს ფსიქოთერაპიაო, მით უფრო კარგად იკურნება ადამიანიო, უფრო სწრაფად. ესე იგი, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ამბობს მუცელი მტკივა, რომ შენ არ გაუშვა სკოლაში, ეს რას ნიშნავს? იქ რაღაც ხდება და სინამდვილეში ხდება რა? მცირე კლასებში ბავშვები არასდროს არ არიან ზარმაცები. ბავშვები ძალიან მუყაითი ხალხია. მოზარდობაში მართლა ზარმაცდებიან, იმიტომ რომ მე რო დავიბადე, ჩემი ძმა იყო 8 წლის და გამოასახლეს დედიკოს ოთახიდან და რა თქმა უნდა ბავშვს დაემართა დეპრესია. ან მარტივ ფორმულას ვიტყვი, ის რის გაკეთებაც ბავშვს უკვე თვითონ შეუძლია, აღარ გაუკეთოთ. ძალიან ხშირად არის რომ სახლში მორჩილებას თხოვენ და გარეთ ეუბნებიან იყავი დამოუკიდებელიო და თუ ადამიანი ასეთ ორაზროვნებაში უკვე ძალიან გასაჭირში ვარდება, ხო? თქვენი პოდკასტი მამობას ეხება, ხო? და სწორედ რომ მამის ფიგურა, რომელიც ღირებულებას, ქაოსის ორგანიზებას და სტრუქტურას უნდა აყალიბებდეს, პრაქტიკულად მორღვეულია ეს საქართველოში და ძალიან ბავშვურად კეთილი ერიც ვართ რა სინამდვილეში და მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე